თავი მეცხრე. მეხუთე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ვიხილეთ ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი და მიეცა მას უფსკრულის ჯურღმულის გასაღები. მან გახსნა უფსკრულის ჯურღმული და ამოვარდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ღუმელის კვამლი და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისაგან. კვამლიდან გამოვიდნენ კალიები დედამიწაზე და მიეცა მათ ძალა, როგორც აქვთ ძალა მიწის მორიელთ. ეთქვა მათ, რომ არ დაეზიანებინათ დედამიწის ბალახეულობა და არავითარი მწვანილეულობა და არავითარი ხე, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც შუბლზე არ აქვთ ღვთის ბეჭედი. მიეცათ ნება მათ, არ დაეხოცათ ისინი, არამედ მხოლოდ ეწამებინათ 5 თვეს და ჰგავს მათი წამება წამებას მორიელისაგან, როდესაც უკბენს ადამიანს. იმ დღეებში ადამიანების სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან მას. ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ. შესახედაობით კალიები წააგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს, მათ თავებზე გვირგვინები იყო, მსგავსი ოქროსი და მათი სახეები, როგორც ადამიანთა სახეები. ჰქონდათ თმები, როგორც დედაკაცთა თმები, ხოლო მათი კბილები იყო, როგორც ლომისანი. ჰქონდათ ჯავშანი, როგორც რკინისა, ხოლო მათი ფრთების ხმა, როგორც გრიალი მრავალი ეტლისა და ცხენისა, საომრად რომ მიიჩქარიან. ჰქონდათ კუდები, მსგავსნი მორიელთა და ნესტრები და მათ კუდებში იყო მათი ხელმწიფება. 5 თვეს ადამიანთა საწამებლად. მეფეთ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია აბადონი, ხოლო ბერძნულად აქვს სახელი აპოლიონი. ერთი უბედურება წავიდა. აჰა, მოდის მის შემდეგ კიდევ 2. მეექვსე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და მომესმა ერთი ხმა ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს 4 რქისაგან. ეუბნებოდა მეექვსე ანგელოზს, რომელსაც ჰქონდა საყვირი. ახსენი 4 ანგელოზი, რომლებიც დაბმულნი არიან დიდ მდინარე ევფრატზე. დაახსნილ იქნა 4 ანგელოზი. მზად იყვნენ ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელიწადს ადამიანთა მესამედის ამოსაწყვეტად. ცხენოსანთა ჯარის რიცხვი იყო 200,000 ჯერ 1000 და მოვისმინე მათი რიცხვი. ასეთ ჩვენებაში ვიხილეთ ცხენები და მხედრები, რომელთაც ჰქონდათ ცეცხლოვანი, ცისფერი და გოგირდოვანი ჯავშნები. და ცხენის თავები, როგორც ლომთა თავები და მათ პირთაგან გამოდიოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. ამ სამი წყლულისაგან, ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რომლებიც მათ პირიდან გამოდიოდა, დაიხოცა ადამიანთა მესამედი ნაწილი, ვინაიდან ცხენთა ძალა მათ პირებსა და მათ კუდებშია, ხოლო მათი კუდები ჰგავდნენ გველებს და ჰქონდათ თავები, რომლითაც ხალხს ვნებდნენ. დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის დამოქმედარნი, რომ თაყვანი არ ეცათ ეშმაკებისათვის, ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისათვის, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული. არ მოინანიეს თავიანთი ჩადენილი მკვლელობანი, არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი მეძავობა, არც თავიანთი ქურდობანი.